ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ტყეებში 350 საინფორმაციო ბანერი განთავსდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ტურისტულად დატვირთულ ზონებში მოქალაქეებს სპეციალური QR კოდის საშუალებით კოცონის დანთებისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა შეეძლებათ. ვინაიდან ტყეში ხანძრის მთავარი მიზეზი ადამიანური დაუდევრობაა, წესების დარღვევისთვის კანონი 500 ლარამდე ჯარიმას ან 8 წლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს. საინფორმაციო გამორჩილებელ ბანერებს ვანთავსებთ ტყეში, სადაც არის ტურისტულად დატვირთული ადგილები. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არის ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, დაუდევრობით ხდება ხშირად ხანძრები, რაც გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს. ჩვენთვის ამოცანა არის თავიდან ავირდოთ სავალალო შედეგები. ზაფხული არის ხანძარ-საშიში პერიოდი, აქედან გამომდინარე აუცილებელია რომ დავიცვათ უფრო მეტად ტყეში ქცევის წესები. არ დავტოვოთ კოცონი ყურადღების გარეშე და როდესაც მეგობრებთან ერთად წავალთ თუნდაც პიკნიკზე, აუცილებელია რომ როდესაც იმ ტერიტორიას დავტოვებთ, ისე უნდა დავტოვოთ რომ იქ რაიმე რისკი არ არსებობდეს იმის რომ ხანძარი გაჩნდეს.